ბექა კვინიკაძეა ჩვენი სტუმარი, ჩვენ კი ვისაუბრეთ მოკლედ ამის შესახებ გუშინ, მაგრამ ძალიან აბსურდულია თვითონ ეს ბრალი, მისი საფუძველი, რომელიც დაკავებიდან თითქმის რამდენი ხანი გავიდა, ახლა მოიფიქრეს, აგერ ნიკა წერდა თავის პოსტში, რომ ძლივს გავიგე, რას მედავებიანო და რას 5 თვის შემდეგ. ხო, 5 თვის შემდგომ გავიგეთ, რატომ წელიწად ნახევარი, აი რაშია დამნაშავე ნიკა. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა აღნიშნო ის, რომ საჯარო ცნობილი ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ ნიკა მელია ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო კომისიაზე მისვლას არ აპირებდა. მას ჰქონდა ამის გამო მოლოდინი იმის, რომ მას დაიჭერდა. მეორე დღეს. დიახ. თუმცა იყო სასამართლო პროცესი. დიახ, წლის წრებით მოხდა მისი გატაცება, ხო? ჩაუსაფრდნენ პირადად ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციას. 5 თვის თავზე ამ გატაცებას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიგონა ესეთი ვერსია, რომ თითქოს ნიკა მელია მოძრაობდა ავტომობილით, რა დროსაც მან ჩაწია უკანა საქარე მინა და შუათითი ანახა ტატიშვილის ქუჩაზე სამართალდამცავებს, რის შემდეგაც თითოს ეს 40 ადამიანი 40 სამართალდამცავი დაირაზმა და ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე დღესთან დაეწვნენ და დააკავეს სამართლებოდ. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 5 თვე იფიქრა და მოიგონა ეს აბსურდული ვერსია. ნიკას ჰქონდა ხუმრობა, რომ მაინც და მაინც შუათითი იყო ეს დაინახესო გაქროლებული მანქანიდან და არა რომელიმე სხვა თითიო. აქ ერთი უბრალოდ რაც მინდა გითხრათ, რომ ტატიშვილის ქუჩა თბილისში არის 2. ოქმში სამართალდარღვევის ოლქში რაც შეადგინეს 5 თვის თავზე, ისიც კი არ იყო დაზუსტებული, ეს რომელი ტატიშვილის ქუჩა იყო, ერთი არის მარჯანიშვილზე და მეორე არის ვერაზე. ესეც კი არ იყო დაზუსტებული. ეხლა გატაცების დროს რა გააკეთეს? სამართალდამცავებს რომელსაც რა თქმა უნდა ევალებათ კანონმდებლობით, რომ მტკიცებულებები მათ შორის მოაგროვონ, ნიკა მელია იყო თანხმლებ პირებთან ერთად. სულ იყვნენ 5. 5-ვე წართვის მობილური ტელეფონები, რომ ის გატაცების კადრებს არ იარსება. მთლიანად ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაკეტილი ქონდა საპატრულო პოლიციას მოძრაობა, რომ გამლეს ვინმეს არ გადაეღო მისი გადაცების კადრები და 2 ავტომობილით გადაადგილდებოდა ნიკა მელია, 2-ვე მანქანაში იყო წინა მხრიდანაც და უკანა მხრიდანაც ვიდეო რეგისტრატორები. ანუ 4 რეგისტრატორი იყო. რომელიც იწერს ვიდეოს. რა თქმა უნდა, 4-ვე ვიდეო რეგისტრატორი გატეხეს და ნიკა მელიასთან ერთად გაიტაცეს. ამის შემდეგ ნიკა მელია განადგურეს მტკიცებულებები. მტკიცებულები კი არ მოიპოვეს და ის ვალდებულება რაც აქვს კანონმდებლობით ის კი არ შეასრულეს, გაანადგურეს მტკიცებულება. სამხრე კამერა არც არ ჩართული არ ქონდა. არა, რა თქმა უნდა, არც სამხრე კამერა არც ქონდა. ეხლა ამ გატაცების საქმესთან რა ვერსიაც მოიგონა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნიკა მელია გამოიყვანეს სამართალდამღვევი და ის დააჯარიმეს. და ეს გადაწყვეტილება მიიღო ერთ-ერთმა მოსამართლემ ქოჩქიანი, რომელიც ამ ზოგადად მათ შორის აქციაზე დაკავებულების ადმინისტრაციულ სამართალდამღვევების საქმეებს განიხილავს ყოველდღიურად. შემდეგ ნიკა მელია ამის შემდეგ აღმოჩნდა იმ სასამართლო პროცესზე, სადაც ეს ბატონი ირაკლი შვანგირაძე განიხილავდა პროცესს, სადაც ნიკა მელია უბრალოდ საჯარო ცნობილია ეს ფაქტიც, რომ მისვლას არ აპირებდა. ნიკა მელია უყვება მოსამართლეს ამ გატაცების შესახებ. წინა დღით იძულებით გატაცებულ, დაკავებული კაცი მეორე დღეს მივიდა სასამართლო სხდომაზე, რომ ეთქვა საზოგადოებისთვის, რომ მე სინამდვილეში მომიტაცეს, არ ვაპირებდი აქ მოსვლას და ვარ დაკავებული, იძულებით გატაცებული, ეს უნდოდა რომ მოესმინა მოსამართლეს და დაისვა კითხვები, როგორ აღმოჩნდა ნიკა იქ. დიახ. მოსამართლემ ეს არ შეიმჩნია. დიახ, როდესაც ნიკა საუბრობდა ამ გატაცების შესახებ, მოსამართლეს აქვს ვალდებულება, როდესაც ის დანაშაულის შესახებ პროცესზე უშუალოდ იღებს ინფორმაციას, შესაბამის ორგანოს მიმართოს. ანუ პირიქით მოსამართლე უნდა ჩაკითხოდა ამასთან დაკავშირებით, მოსამართლეს გულისყურით უნდა მოესმინა ნიკასთვის და შემდეგ მიემართა შესაბამის ორგანოს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ნიკას აწყვეტინებდა და არ აძლევდა შესაძლებლობას ესაუბრა. ამის შემდეგ ეს შესხმული წყალი იყო პროტესტის გამოხატულება უსამართლო სასამართლოს მიმართ. როგორ შეიძლება დანაშაულის შესახებ ინფორმაციას აწვდიდე მოსამართლეს და ის გეუბნებოდეს, რომ უბრალოდ გაჩერდა საუბრის შესაძლებლობას არ გაძლევდეს. აქედან წარმოიშვა საერთოდ ეს წყლის საქმე. ეხლა ამ წყლის საქმესთან დაკავშირებით, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დაზარალებულად იყო ცნობილი
ბატონი ირაკლი შვაგირაძე მოსამართლე, რომელიც გამოკითხულიც კი არ იყო საქმეს. ანუ მტკიცებულებები აქაც არ შექმნეს არაფერი, არანაირი მტკიცებულება სხვა საქმეში არ იყო. ბადრაგის ორი თანამშრომელი, ვინც ეტაპირება მოახდინა და მათ შორის ნიკა მელიას გატაცებაში მონაწილეობდნენ, ეს ადამიანები გამოკითხეს, რომლებმაც თქვეს, რომ სხდომის მიმდინარეობისას, როდესაც პროცესი მიმდინარეობდა, ნიკა მელიამ ნამდვილად შეასხა მოსამართლეს წყალი. ანუ მოსამართლე თვითონ არ გამოკითხეს, იქნებდა ბატონი შვანგირაძე ამბობდა, რომ შეურაცხყოფილად არ უგზნია თავი. ხო? დიახ. დაზარალებული საერთოდ არ გამოკითხეს საქმეს და მივიღეთ ის განაჩენი, რაც მივიღეთ. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ განაჩენს. ყველაზე მკაცრი სასჯელი სახეში არჩია პატიმრობა მოსამართლემ და არაპირობითად ამ მუხს 366 მუხლის მეორე ნაწილს ედავებოდნენ. ნიკას ეს გახლავთ სასამართლოს უპატივცემულობა, აქვს ჯარიმა და ასევე გამოსასწორებელი სამუშაო. ეს არც კი განიხილა მოსამართლემ და ფაქტიურად 2 წლამდე ითვალისწინებს მუხლი და წელიწად ნახევარი მიწეს. ეხლა ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი რაც არის და მადლობა იმისთვის რომ ამის თქმის შესაძლებლობა მეძლევა. ნაწილობრივ ნიკა მელიას ამ განაჩენით რაც გუშინ დადგა სასჯელი შეუკრიბეს. ეხლა რაც გულისხმობ ამის გაშლა მინდა. ხო, იმიტომ რომ ბევრი ბრალია, ბევრი განაჩენი აქვს და რა გამოვიდა აქედან. ნიკა მელია გაიტაცეს 2025 წლის 29 მაისს. ანუ რეალურად გუშინდელი განაჩენით მას თუ შეკრებითობას მოსამართლე არ გამოიყენებოდა, აქედან უნდა ათულოდა ვადა. ეხლა მოსამართლემ გუშინ რა გააკეთა? წყლის შესხმის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების პროცესი, როდესაც მას მეორედ დაიჭირეს, ანუ დაპატიმრებული კაცი რომ მეორედ დააპატიმრეს, ეს პროცესი იყო 2025 წლის 20 ივნისს. ანუ გუშინდელი განაჩენით სასჯელი აეთვალა ნიკა მელიას სწორედ 2025 წლის 20 ივნისიდან, რაც გულისხმობს, რომ ის მოხთილი პერიოდი ერთი თვეა თუ რაც გამოდის, რეალურად კი არ ჩაუთვალა ამ განაჩენით მოსამართლემ, ანუ იმს დაუმატა სასჯელი, რაც ნიშნავს ნაწილობრივ შეკრებითობას. ორიოდე სიტყვა რო გითხრათ, ზოგადად ნაწილობრივ შეკრებითობას არის ასეთი პრაქტიკა? არ იცნობს საერთოდ მართლმსაჯულება. მეცაც გეტყვით, რაც გაუქმდა ზოგადად შეკრებითობა ნიკა მელიას წინა განაჩენით, ანუ რის გამოც ახლა იხდის 8 თვე რო ამ არ მისვლა წულუკიანის კომისიას. დიახ, 8 თვე რითაც რა განაჩენი, ანუ რა განაჩენითაც 8 თვე მიესაჯა, რასაც ახლა იხდის. ამ განაჩენის დროს მის მიმართ გამოიყენეს შეკრებითობა. ეხლაც ამ მეორე განაჩენითაც ნაწილობრივ იმიტომ ვეძახი უბრალოდ რა უწოდო სხვა არ ვიცი, იმიტომ რომ რაღაც ნაწილი ჩაუთვალა, რა ძის და რაღაც ნაწილი არ ჩაუთვალა. ამიტომ თორე ამ ტერმინოლოგია საერთოდ არ იცნობს ის სამართლის საპროცესო კოდექსი. ხო და აი გამოვიდა განაჩენის რომ ნაწილობრივ შეუკრიბეს არანაირი მტკიცებულება საქმეში დაზარალებული და თვითონ ეს მოსამართლე გამოკითხული არ არის მოცემულ საქმეზე. აჰა. გასაგებია ყველაფერი. გასაგებია ის რომ ნიკა არის პოლიტიკური პატიმარი და მას კიდევ ერთი ბრალი როდის გამოდის ნიკა, როდის უნდა გამოსულიყო და როდის გამოდის. ახლა ეს არის მოკლედ რაც მაყურებელმა გაიგო ამ თქვენი მონათხრობიდან, იმიტომ რომ ეს საფუძვლები რომ ის პოლიტიკური პატიმარია, ეს ისედაც ცნობილი იყო. ამ ხრიკებით ისინი მას უწელავენ გარეთ თავისუფლებაზე გამოსვლის დროს და როდის უნდა გამოსულიყო და როდის გამოვა, ეს მაინტერესებს. ნიკას ვადა გადიოდა იანვრის ბოლოს, ანუ ეს 8 თვიანი ვადა და რაც ეგრეთ წოდებულ კომისიაზე არ მისვლის საქმის ფარგლებში მიუსაჯეს. ეხლა რაც შეეხება ამ განაჩენს გადის მას 2026 წლის ბოლოს, ანუ დეკემბერში, 19 დეკემბერს. და თუ პირობითად აი საბოტაჟის საქმეზე, ეგრეთ წოდებულ საქმეზე მას აღარ დაემატება და ასე შემდეგ, მას უწევს 2026 წლის ბოლოს, ანუ დეკემბერში გამოსვლა. ეხლა რაც შეეხება ანუ მთელი 2026 წელი ივანიშვილმა ნიკა მელია ჩატოვა ციხეში. და ამაზე მინდათ ორი სიტყვა რო გითხრათ, რამსურს ეხლა ეს განაჩენი რას უკავშირდება, ხო? ელენე გოგუაძემ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ხო არ გამოაცხადა გუშინ და რაღაც სამართლიანი გადაწყვეტილება საქმეზე განაჩენი გამოიტანა უმკაცრესი, სადაც არანაირი მტკიცებულება როგორც გითხარით არ არსებობს. მტერმად და მოყარემაც იცით, რომ ნიკა მელიას თუ გამორჩეული უნარი რაიმე აქვს, ეს აქვს ხალხთან უშუალოდ ურთიერთობის. არა ტელეფონით, არა სოციალებით, არა ტელევიზიით და ასე შემდეგ. ნიკა მელია, ანუ რეჟიმი ფიქრობს, რომ ნიკა მელია გარეთ თავისუფლებაზე ყოფი მისთვის არის საფრთხე. ამიტომ მოახდინა მისი იზოლაცია. მაგალითად, შეიძლება ნიკა მელია პირობითად რაღაც სოფელში შევიდეს,
სადაც ერთი ნაცნობიც კი არ ყავს, დაყოს გარკვეული პერიოდი და იქიდან წამოვიდეს ყველაზე მეტი ნაცნობი და თანამოაზრეც. ამიტომ რეჟიმს თუ რამის ეხლა საფრთხეს ხედავს, არის ის, რომ ეს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის ნიკამელიაც, ყავდეს იზოლაციაში, რომ არ მიეცეს უშუალოდ ხალხთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. სწორედ ამას უკავშირებთ ჩვენ ამ უკანონო განაჩენების კასკადს, ხო? ადამიანი მე 6 თვეა ციხეში ზის და უკვე 3 ბრალი წაუყენეს, 3 აბსურდული გამოგონილი ბრალდება. კი ბატონო, ასეა, ესე იგი ის ასე აღიქვამს თავადაც ამ განაჩენს, რომ ის უბრალოდ ჩატოვეს ციხეში, როგორც მისი კოალიციის და არა მარტო მისი კოალიციის ყველა პოლიტიკური პატიმარი არის ციხეში, მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟიმს მათი გარეთ ყოფნა ანერვიულებს. გარდა ამისა, ნიკას არ აქვს აკრძალული კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ის წერილებს იწერება სხვა პოლიტიკური პატიმრებისგან განსხვავებით, თუმცა ელოდა თუ არა მაინც ამ ბრალთან დაკავშირებით გახანგრძლივებას. რა თქმა უნდა, უბრალოდ სხვა მოლოდინი ნიკას ან ჩვენ რო გქონდა ამ საქმეზე გამორიცხულია, იქედან გამომდინარე, უბრალოდ მართლმსაჯულების ორგანო არ გაგვაჩნია და პირიქით პოლიტიკურად მოტივირებული პროკურატურა გვყავს, პოლიტიკურად მოტივირებული მოსამართლეები გვყავს, რომლებსაც თვით შემოქმედების 1%-იც კი არ გააჩნიათ, უბრალოდ მოსამართლეები იღებენ კონკრეტულ დავალებას და ასრულებენ ამას. და მოსამართლებაში თუ რაიმე ხიბლია, სწორედ ისაა, რომ მოსამართლე უნდა იყოს თვითშემოქმედი და თავისი თვითშემოქმედებით, თავისი გადაწყვეტილებით უნდა ეცადოს, რომ განავითაროს სამართალი, კონკრეტული ნორმები განმარტოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი ბატონო, მოკლედ ხნეობა ნიკას ისევე როგორც სინდისის ყველა პატიმარს და სინდისის ყველა პატიმარს მადლობა.